ბავშვებო, ეს არის мама. ეს არ არის სასულიერო პირი. ეს არის мама აი ამ კაცს. ამ კაცს, აი ამ მამას ორი შვილი ყავდა. და უმცროსმა, აი ეს არის უმცროსი შვილი. უმცროსმა უთხრა მამას, რომ мама მომეციო რაც მერგებაო ჩვენი სამკვიდრებელიდან. და უნდა წავიდეო სხვა უცხო ქალაქში და უნდა მოკლედ გამდიდრდე და თავისი ფიქრები აქვს, განზრახვა, ჩანაფიქრები. მამას ახლა რა თქმა უნდა არ უნდა რომ გაუშვას შვილი. ეს იგავია ბავშვებო, იგაურად რას ნიშნავს ამაზე ცოტა მოგვიანებით ვთქვათ. მამას არ უნდა რომ გაუშვას ეს შვილი. იმიტომ რომ მამას ხო აქვს გამოცდილება რომ ეს შვილი კარგ რაღაცას ვერ მოეწევა. მაგრამ თავისუფლებას ანიჭებს. კი ბატონო, რადგან შენ ასე გინდა, გაუყო მამამ შვილებს თავისი ქონება და ამ უმცროსაც მისცა რაც ერგებოდა და ესეც ცოტა ხანში წავიდა. წავიდა თავიდან იმ იმედებით და გახარებული რომ სოფელში ცხოვრება აღარ უნდოდა და წავიდოდა და რაღაცა დიდ სიკეთეს ეწეოდა. სხვათა შორის ეს ჩვენი ქვეყნის ამბავსაც ცოტათი არ გავს. ზოგჯერ სამწუხაროდ ხდება რომ ადამიანი ყველაფერს გაყიდის, მიდის უცხოეთში იმ იმედებით რომ აი იქიდან მთელი ამბები, მერე იქაც ძალიან უჭირს, ვეღარც აქ ვეღარ ჩამოდის, არის ესეთი შემთხვევები სამწუხაროდ. აქაც აღარაფერი აქვს რომ ჩამოვიდეს, ვერ ჩამოდის და იქაც არ არის ბედნიერი. წავიდა ეს შვილი და გაფრანგა თავისი ქონება არაწმინდა ცხოვრებით, უზნეო ცხოვრებით, აღვირახსნილი ცხოვრებით. შემოეხარჯა ყველაფერი, აღარაფერი აღარ აქვს. სოლომონ ბრძენი იცით როგორ ამბობს? ერთი დიდი მეფე იყო ძველი აღთქმის პერიოდში, დავით მეფსალმონის შვილი. ეხლა სხვათა შორის დავითსა უნდა გაცხერინოთ, დავითი რომ პატარა იყო, ღვთის მოიმედე მრეები გააკეთა. სოლომონ ბრძენი ამბობს რომ მდიდარსო მრავალი მეგობარი ყავს. ღარიბ ღადაკი კი თავის მეფსაც კი ეჯავრებათ. აი ესეც როცა მდიდარი იყო, ყველა დაუმეგობრდა, ყველა შენგენაცალეობნევა, შენი მეგობარი ვარ, შენი ძმა ვარ. რომ შემოეხარჯა ყველაფერი და აღარაფერი არ ქონდა, აი ესე მიატოვა ყველამ. და წავიდა და ერთ კაცს ღორების მწყემსად დაუდგა. და ენატრებოდა რომ ღორების საკვებით, მოიცადე ეს, არა ის ილუსტრაცია არ გვაქვს. ღორების საკვებით მაინც გამოკვებილიყო, ეგეც კი ენატრებოდა და ეგეც არ ქონდა. და ეხლა ხო ფიქრობს რომ მამა ჩემის სახლში რამდენ მოჯამაგირეს, რამდენი პური აქვს, არჩიათ, კარგად არიან, მე კიდე აქ ღორების საჭმელი მენატრებავ. და გადაწყვიტა რომ ავდგებიო და წავალ მამასთან მივალ და ვეტყვი, მამა შევწოდე ზეცის წინაშე, შენს მიმართ შევწოდე და აღარა ვარ ღირსი რომ შენ შვილად მიმიღო. და როგორც ერთი მსახური მოჯამაგირე ეგრე მიმიღეო. და მართლაც ამ ფიქრებით წამოვიდა, იცოდა რომ მამა გულმოწყალე კაცია. ხო ეტყობა კიდეც, აი როგორ მიიღო. მოვიდა და უკვე რომ სახლს მოუახლოვდა, მამა გამოეგება. ეხლა შეხედეთ, მოდი ცოტა ხნით მამის მხრიდან შევხედეთ. შვილი რომელიც წავიდა და მამა მიცოდა რომ იქ კარგი არაფერი არ მოელოდა. გამოდის ყოველდღიურად სახლიდან და ელოდება რომ ან ეხლა დაბრუნდება შვილი, ან ეხლა და მართლაც ერთ მშვენიერ დღესაც დაინახა რომ მისი შვილი აი ესე შემოხეული და გასაცოდავებული მოდის. როგორ გაეხარდებოდა ხო, აი როგორ წარმოიდგინეთ რომ შვილი დაბრუნდა. მიუხედავად იმისა ასეთი თუ ისეთი თუ როგორც არის შვილი დაბრუნდა. მამა მარც დააცადა სახლამდე მოსვლა, თვითონ გაეგება, გაიქცა შვილისკენ და ესე ჩაიხუტა და კოცნის. და შვილი ეუბნება, მამა, ვწოდე ცად მიმართდა შენს წინაშე და აღარა ვარ ღირსი რომ შენი შვილი მერქოს. აი თავის თავს თulis რომ არარაობა, იმიტომ რომ ძალიან დააშავა. და მიმიღე როგორც ერთი მოჯამაგირე თაგანი. მამამ თქვა, გამოიტანეთ და ჩააცვით სამოსელი პირველი. ამაზე ვიტყვით რა არის სამოსელი პირველი. გამოიტანეთ და გაუკედეთ ბეჭედი. ბეჭედი იმიტომ გაუკეთეს რომ ეს ხო ითხოვდა, რას ითხოვდა, გახსოვთ, როგორ მიმიღეო, როგორც
როგორც სახური, როგორც მოჯამაგირე და მამამ უთხარო, როგორც მოჯამაგირე ისე კი არ გიღებ, არამედ როგორც შვილი კვლავ. აი ამ პატივში აღგადგენ, როგორც შვილი ისე მიგიღებ. ეს ბეჭედი მაგის ნიშნად გაუკეთეს. გამოიტანეს ფეხზე ჩააცეს. ამასაც თავის სულიერი დატვირთვა და მოიყვანეთო და ნასუქი ხბო დაკალითო. და ჭამოთო და ვიხარებდეთო. ანუ გავიხარო დღესასწაული გვაქვსო, რადგანო ეს ჩემი შვილი დაკარგული იყო და გამოჩნდაო. და ეხლა ამბობს ძალიან საინტერესო რამეს. მკვდარი იყო და გაცოცხლდაო. და დაიწყეს მოლხენა. აი ამ მოლხენის დროს უფროსი შვილი, რომელიც მინდვრიდან ბრუნდებოდა, შემოესმა აი ამ ჟრიამულობის ხმა და იკითხა რა ხდება ჩვენ სახლშიო და მას უთხრეს რომ აი შენი ძმა დაბრუნდა და მამამ ესეთი ხინი მოაწყო. და ამას აღარ უნდოდა სახლში შესვლა. მამა გამოვიდა გარეთ და ეუბნება, შვილო, შემოდიო, რატო არ შემოდიხარო და ეუბნება რომ მამაო, მე შენ გემსახურები მთელი ცხოვრებაო. შენს ნებას ერთხელაც არ გარდავსულა, ანუ ყოველთვის შენი მორჩილებით ცხოვრობ და ერთხელაც არ მოგიცია ერთი თიკანიო, რომ ჩემს მეგობრებთან ერთად გამეხარავ. და ეს შენი შვილიო, თან ნახეთ როგორ არის გაბრაზებული თავის ძმაზე. კი არ ამბობს რომ ეს ჩემი ძმა, ამბობს ეს შენი შვილი, რომელმაც მთელი ქონება გაფლანგაო, აი ახლა რომ დაბრუნდა ესე, როგორი დღესასწაული მოაწყვეტო და ამიტომ არ უნდოდა შესვლა. და მამამ უთხრა რომ შვილო, რაც ჩემიო, ის ყველაფერი ისედაც შენ გეკუთვნის. მაგრამ ეხლა დღესასწაული მხიარულება გმართებსო, რადგან შენი ძმაო, კი არ ამბობს ჩემი შვილია. აი უნება შენი ძმა დაკარგული იყო და გამოჩნდა, მკვდარი იყო და გაცოცხლდა. და ეს უფროსი შვილი შევიდა და მოკლედ იყო დიდი ხინი და მხიარულება. ეხლა იგავურად ეს რას ნიშნავს? ეს ჩვენზეა ლაპარაკი, ვიღაც ხებზე კი არ ლაპარაკობთ. ეს მამა განასახიერებს ღმერთს. ეს შვილები ჩვენ ვართ. აი ამას ეწოდება უძღები შვილი. უძღები შვილი. დიახ. უძღები შვილი, რომელიც ჩვენ ვართ ეს უძღები შვილი. აი ადამიანს ზოგჯერ მოსაწყენად ეჩვენება მამის სახლი. აი ამას ხო მოსაწყენად ეჩვენებოდა, წავალ მამა იქ, გამდიდრდები, კარგად ვიქნები. ზოგჯერ ადამიანს მოსაწყენად ეჩვენება ღმერთთან ურთიერთობა, რომ ეკლესიურად იცხოვროს სიტყვაზე, რომ აღსარება თქვას, რომ მილოცოს, რომ ღვთისმცნებებით გაატაროს ცხოვრება. ფიქრობს, რომ წავალ ცოტა გავერთობი რაღაცას ვიზო. და წავიდა და გაფლანგა ეს მამის მიერ მიცემული სიმდიდრე, იცი რა არის? ღვთისგან ბოძებული მადლი, რომელიც ადამიანს აქვს მადლი და ეს მადლი ახარებს. და წავიდა და გაფლანგა უზნეო ცხოვრებაში, ანუ დაკარგა, ცოდებს ჩადის ადამიანი და ეს მადლიც იკარგება. მერე ნახეთ, ჩვენ ხო ვთქვით, რომ რა ენატრებოდა ამას? გახსოვთ რა ენატრებოდა? ღორების საჭმელში ნახე რა იგულისხმება. როდესაც ადამიანი ღვთის მადლს მოაკლდება, ეს მადლი ხო აბედნიერებდა, სიხარულს ანიჭებდა, ეხლა აღარ აქვს ეს სიხარული. ეხან სულიერად მშიერია, ესე რომ ვთქვათ, როგორც ეს ხორციელად მშიერი იყო და პური ენატრებოდა, ღორების საჭმელი ენატრებოდა. სულიერად რომ მშიერია, ცდილობს რომ ეს სულიერი სიხარული რაღაცით ამოიუსოს. ანუ საეშმაკო გასართობებით, ესეთი ესე იგი ღრეობით, რაღაცა გართობით, თავაშვებულობით ცდილობს რომ ეს სულიერი შიმშილი მოიკლას, მაგრამ აი მაგალითად ვიღაცა ღამის კლუბში წავა, ვიღაცა დათვრება, დაალევს, ვიღაცა რაღაცა ნარკოტიკებს მიეძალება და 1000 გვარი ასეთი რაღაც და მაგრამ ამაში ვერ პოულობს იმ სიხარულს, ამითი სული არ პურდება. იმიტომ რომ სული შეიძლება ერთადერთი დაპურდეს ღვთის მადლით და სიხარული ქონდეს. იმ რაღაცეებში არ არის ეგ სიხარული. ტყუილად ეძებდა, იმიტომაც სულ ენატრებოდა და სულ არ ქონდა. ბოლოს რა თქვა? მოეგო თავსათვის, ანუ დაფიქრდა, სინანულში ჩავარდა და აი როგორც ამ ვაჟკაცმა თქვა, მიდის მამასთან. ანუ ადამიანი მიდის ღმერთთან და შენდობას ითხოვს, რომ შევწოდე ზეცის მიმართ, შენს წინაშე.
და მონანული ადამიანი ფიქრობს, რომ ღმერთის შვილობის ღირსი აღარ არის. რომ ღმერთმა როგორც მსახური, ისე მაინც ჩათვალოს. მაგრამ ღმერთი იმდანაც მოწყალია, ნახეთ, ესე მკაცრად და შუბშეკრული კი არ ხდება ღმერთი თავის მონანულ შვილს. არამედ თვითონ გაიქცევა შვილისკენ. ნახე, აი, როგორი უფრო მომღიმარი სახე აქვს, ვიდრე მკაცრი. თვითონ ჩაიკრავს გულში და როდესაც შვილი ეუბნება, რომ აღარა ვარ ღირსი, რომ შენი შვილი მერქოს, მამა მაინც გამოუტანს ბეჭედს და გაუკეთებს. ანუ ღმერთი მონანულ ცოდვილს ადამიანს კვლავ შვილად მიიღებს. შენ ხო ღმერთის შვილები ვართ. ნახეთ წეღან ტაძარში ლოცვის დროს მამაო ჩვენო ხო ერთად თქვით. იქ როგორ ვთქვით? ღმერთს როგორ უწოდებთ? მამაო ჩვენო ხო უწოდეთ და ჩვენ იცი რატო უწოდებთ ღმერთს მამას? იმიტომ რომ მამა თვითონ ღმერთმა გვითხრა რომ ასე მიწოდეთ. ეს ხო იესო ქრისტემ ასწავლა თავის მოწაფეებს. ჩვენ როდესაც მას მამას უწოდებთ, ეს მან გვითხრა, მან დაგვთვა მის ნება რომ ღმერთს მამა უწოდოთ. და ეხლა რაღაც თქვა გინდა? ეხლა ერთი ორი წუთი. და ნახეთ, გამოიტანს და ჩააცამს სამოსელ პირველს. ეს სამოსელი პირველი არის ის სამოსელი ადამს და ევას რომ ეცოთ სამოთხეში. ადამს და ევას ჰქონდათ ღვთისგან ცნება მიცემული რომ ესე იგი არ უნდა ეჭამათ აკრძალული ხილი. ხო იყო ასე, ხო გახსოვთ? და როდესაც შეჭამეს, პირველი იცი რა აღმოაჩინეს? აღმოაჩინეს რომ შიშვლები არის. რატო? იმიტომ რომ მადლის სამოსელი განეძარცოთ, რომ შესწოდეს. და როდესაც ადამიანი ნანობს, აი ეს მადლის სამოსელი, ანუ სამოსელი პირველი უბრუნდება მას. გინახიათ ადამიანი რომ ინათლება თეთრ კვარცს რომ აცავენ? ესეც მაგას განასახიერებს, ჩვენი სულის სისპეტაკეს, სისუფთავეს. მაგრამ ადამიანი მხოლოდ ერთხელ ინათლება. დაუშვათ მერე შესწოდა, კვლავ დასვარა ეს თავისი სამოსელი. მერე მეორეჯერ ხო ვეღარ მოინათლება. მაგრამ წმინდა მამები სინანულს უწოდებენ მეორე ნათლისღებას. ანუ როდესაც ადამიანი ნანობს თავის ცოდვას. ძალიან გაუგებრად ხო არ საუბრობს. აზრში მომყვებით თუ არა? გესმით რაზეც? ანუ როდესაც ადამიანი რაღაცას დააშავებს და მერე ნანობს ამას, ეგ ნიშნავს, რომ აი ღმერთი ადამიანს კვლავ ამ მადლის სამოსელს ანიჭებს. გესმით? ისე რომ უშეცდომო ადამიანი არ არსებობს. შეცდომები და ცოდვები ჩვენ მრავლად გვაქვს. მაგრამ თუ ადამიანი არ ნანობს ამას, მაშინ ის სულიერად კვდება. მამამ რა თქვა, ნახეთ, მკვდარი იყო და გაცოცხლდა. მკვდარი მაშინ იყო, როდესაც ცოდავდა და არ ნანობდა. მაგრამ გაცოცხლდა მაშინ, როდესაც მოვიდა სინანულით. ნუკრი, ეგრე არ არის, როდესაც მამასთან სინანულით მოვიდა, მისი სული მაშინ გაცოცხლდა. ეხლა მოდი ამ ფეხსაცმელზეც თქვა, ხამლი ასე ქვია ძველ ქართულად, სახარებაში ასე წერია. როდესაც ადამიანი მონანულია და ღვთის წინაშე მიდის თამდაბლად და ითხოვს, რომ როგორც მსახური ისე მიიღოს და არა როგორც შვილი. ეხლა მაგალითად რამე სიკეთე რო იყოს გასაკეთებელი. და ადამიანი მიდიოდეს ამ სიკეთის გასაკეთებლად. და ამბობდეს, რომ მე მზად ვარ ეს სიკეთე გავაკეთო. რომ შეხედო, ფეხზე უნდა ეცვას თუ არ უნდა ეცვას? არ უნდა ეცვას? აი მაგალითად დედამ გითხრა, რომ წადი შვილო რაღაცა მოიტანე მაღაზიიდან, ან გაჭირებულს დაეხმარე და შემოხედოს და ჯერ ფეხზეც კი არ გაცვია. შენ შეგატყობს, რომ უკვე მზად ხარ წასასვლელად? ანუ ფეხზე უნდა ეცვას ადამიანს ნიშნავს, რომ მონანულ ადამიანს აქვს ეს თვისება, რომ სიკეთისთვის ყოველთვის მზად არის. ვიღაცა დახმარებას გთხოვს, კი არ ეტყვი, რომ მოდი მერე გავაკეთებ, მოდი სხვა დაგეხმარება ან რაღაც ეგეთი. შენ უნდა მზად იყვე, რომ ეგ გააკეთო. და საუკეთესო ხბო დავკლათ და გავიხაროთო და უფროსი შვილი შემოვიდა. ხა ნახეთ უფროსი შვილი ვინ არის? დაუშვათ, არის ადამიანი, რომელსაც დიდი არაფერი ცოდვა არ ჩაუდენია და ვიღაცა ძალიან დიდ ცოდვებში ცხოვრობს. და ახლა შეხედა, რომ ეს დიდი ცოდვილი მოვიდა და ახსარებას ამბობს და ნანობს თავის ცოდვას. და ახლა ეს გულში რომ ფიქრობდეს, რომ რატო უნდა აპატიოს ღმერთმა მას ეს ცოდვები? მან ხო ასე უზნეოთი ცხოვრა ამდენი წელი. გესმით? აი ესეთი ის რო ქონდა შინაგანი განწყობა, ეს არასწორი განწყობა. იმ უფროს შვილს რაც ქონდა, ეგ არასწორი განწყობა. შენ თუ გინდა რომ გადარჩენ,
მასაც უნდა რომ გადარჩეს და ღმერთს კიდე ორივე უყვარს. გესმით? და ეს უძღები შვილი ჩვენა ვართ სინამდვილეში. ჩვენ ხო ყველას გვაქვს ჩვენი წოდება.